Haiushki hai, დილამ შვიდობისა. აბა როგორ ხართ, როგორ ბრძანდებით? მოვადუღოთ კოფე. მოვადუღოთ, მეხნება ფიჩი. მოვადუღოთ. დღეს არის 15-ში ზღვაზე, ვაიმე არ ამჯერა ხალხო. Ei, tu მჯეროდეს? თუ მჯეროდეს, რაც გსურთ ის მითხარით. არ მჯერა. ზღვაზე მივდივარ, აუ წყალი მწყურია. ჩემი ბოთლისა დადის. წყალი მწყურია, ზღვაზე მივდივარ. თქვენ დიზახავი ბლოგს ვაკეთებ გუშინდელს? ეს წამია გაკეთდება ახლა 99.5, 6, 7, 8, 9 და გაკეთდება ახლა მიციტატურთა. ათსაცუთია. ზღვა ღელავს, ზღვა ღელავს. Ας tam ჩაიქცეთ. მოვიტან და მოვა. ადე თქო, ადე. მიდი გაურეცხე ის. ასე ამრიგად, ასე ამგვარად. ეს აქიდოს ხელს მიშლის. აქ მინდა ისევ ჩემი ის რომ მიდოს სასწორი. სწორი ჩემი გულის სასწორი. ანდრუსინავს. ანდრუს გვიძავს. მარილენზე სუმზე ახალ გინდოდა და ხო არ ფიქრობდი ახლა დედამ სანამ დედა მეტყვის მე ჩემით მოვიტანდიო. ზღვა ღელავს. ზღვა ღელავს. მე მეძახის და უჩემო დღელავს. ზღვა ღელავს. აღელავს, ნახეთ. აღარ ხსნის. აღარ ხსნის. ზღვის ვიდეო გამოვაგზავნე იმ გოგოს, რომელთან ჩავდივარ. რომლის სახლში ჩავდივარ. აი მე ისე მენატრება, ისე ჩემი ტკბილი ზღვა. ზღვა ღელავს. ხალხო, აი ეს მოეწონა ევას სიგიჟემზე. უნდა ვნახო, სად ვიყიდებოდი, მე ვიყიდვა ესე. ძალიან მოეწონა. ძალიან გემრიელია სხვათა შორის. კრემკა. ზიანი კარამელი რაღაც. ხოლო ძალიან მოეწონა. ფეხზე მიგეთია თემუსის. რა ქვია? ვარსკვლავი. Wow.
ზღვაღელავს ზღვაღელავს აუ უკვე რაღაც მოდის განწყობები ჩემ გოგოებს შევეხმიანო შვიდობისა, მე ხა ყავას ვიტუღებ. ზღვაღელავს, ზღვაღელავს. პონის უნდა ცივი წყალი ზღვაღელავს. მოდი ბორანი, მოდი დედაში. მოდი დალია ცივი წყალი. დედა როსავში რა არ გინდა? ზღვაღელავს. სადავზეთ არ ვიცი იქ უნდა მოვასუფთავ ალბათ ის მაგიდა რომელიც მინა დედა აფეთქებულია და ერთი ფჩხირი კიდე მაქვს ასაკეთებელი მე არ ვიცი არ მგონია ვაა ზუსტად 7 გრამი ჩავყარე აი ხელი რა ხელი რა ხელი ჭიანჭველუ კაც რა გინა მეგობარო ჭიანჭველუკებო რატომ წირავთ თავებსა რუსად 6 რა გინდოდა ეხლა რატო ჩამოძვერია აჰა მეორე რა იქნა ხე აქ არის მე ჩამკვდრები აქ ვერ ჩადიოდნენ და რანაირად მოხდნენ ვერ გავიგე არ დაიხოცოთ თავები იმაში რაც გიყვართ ესე ჭიანჭველებივით გვახსოვდეს ეს ზღვაღელავს na ზღვაღელავს ბარამ ზღვაღელავს ეხა დღეს უნდა გადმოვალაგო ჩემი დღეს თხანერ გეგმით უნდა გადმოვალაგო ჩემი კუპალნიკები ხო და იმას ვქნა ვნახო რა როგორ მაქვს ნუ წესით ყველაფერი მშვენივრად მექნება მშვენიერ ფორმაში თან ეხა ციკლი მაქვს წარმოიდგინეთ და ახლა ანუ ხომ უცერი გაბერილია მაგ დროს არ ვარ საერთოდ შესუნთქული na ზღვაღელავს რა თან მე ჯამაგუშენ საღამო დეფიციტის ფარგლებში ხომ ესე იგი ყველა პლატფორმაზე ხალხი მწერს შემდგომი მარათონი როდის გექნებაო შემდეგი მარათონი მექნება ძვირფასებო სექტემბრიდან დავიწყებ 1 სექტემბერს აგვისტოში უნდა დავისვენო თუ ჩემ გოგოებს ეხა ვინც მყავს იმათ ენდომებად გაგრძელება და რამდენსაც ენდომება გავაგრძელებინებ ანუ დავისვენებ 7 დღე და მე გავაგრძელებინებ აგვისტოდან თუ მაგალითად არც ერთს არ ენდომება დავისვენებ ასევე და გავაგრძელებ სექტემბრიდან
ხო, აი ასე მშვენივრად კოხტად ლამაზად და სექტემბრიდან ახალი ტალღა გვექნება. სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი. გვექნება. ჰო, ცხიმებს დედას. რამდენ ცხიმს გაუშვებთ. მოუსავლეთში. ზღვაღელავს. 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 მეცღელავს. დიდება შენ სადგომას. გარეთ იყო? ჯერ ის არის შესაჭამელი რა დღეს უნდა დაჭრა. ზღვაღელავს. ზღვაღელავს. მოდი მე აქ ხომოცელზე. აბა ხალხო არის დასაჭრელი, იქნება მწიფე. იქნება მწიფე. ზღვაღელავს. აი ესეთი საათამთე რომ მე არ მიჭამია წელს. ზუსტად. ვა. რა ხელი. ზუსტად 100 გრამი დაუსვი. პროსტა ნახე ეს საათამთრო რო ამოვიღე. ზუსტად 100 გრამიანია. ზუსტად. ნახე პროსტა ამ სიმძიმეა საათამთრო ხალხო. აი ეს ნაჭერი არის 100 გრამი. აი ეს აი. ზღვაღელავს. na this will da bitte ხარვის მოიტანოს. აქვე მზესუნსია და იქამდე იყიდა. დავიჯერო არავის არ უნდა როდანაც იქ მის სახელზე ბათუმში რო ვიქნები ერთი ჭიქა კოფე დავლიო. ნახოთ აბა ვინ ესად დაწვა პროსტა. სადაც პროსტა ნახე. ზღვაღელავს. მე საწოლი ჩასკას ხოჭო. მეც ჩემოშენ მიშველე. ნახე მაგიდა ნახე პროსტა რაზე გავს. It's okay, Nini. It's okay, my love. It's okay. სპირტის საყიდარი მაქვს.
აი ამით დავიქრსა და გუშინ. ძალიან ცუდი არის, ჩემი ზომები არა, მაგრამ მაინც ორი წამი უნდა და 2 დღე ნერვები მეშლებოდა ამის ყურებაში. Всё. დაჯდომა შეიძლება უკვე. თუმცა ჯერ არა. ჯერ არა. ყველა ხარ ვიბლი ძმა მამაკ პროდუქცია. ჭხირების ტვერით იქნება სავს. ერთი ჭხირი გადამისჩა. და მორჩები დღეს. ხახშენი. ყველაზე გემრიელი დავყვარე. ფოი. როგორ მიყვარხარ რომ არ გეჩხუბები პროსტა. მე როგორ გიჟდები შენზე. მოვიდა ანდრე. ბონი. Noci, Andrei, pădara bunia. Scapula bunia. La 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 la. გუშინ იკაროს სახში იყო. იკაროს სახში ყოველთვის საწოლს ვასწორებ. რავი. თუ ვასწორებ. შუა დღის.
ჰავა გამიცი. ჩემო დღელას ბუნისან უყარს საწოლს რომ გავასწორებ. ეგრევე ზედ არის ხოლმე წამომჯდარი. ხუგან რაც აწყვია. ყველაფერი გარეთ ცხელია, პროსტა ესე აწყვია. Sito pisha. Ay. Ambaro korava, chokom chandebit. Es medotez, ჩემი სამშობლო. ერთად ვერ შეჭამას ეს სადამთროს. ჩემი ბავშვობა. აი დღეთა ვიდეო. აი ცი რომელი სადამთროა? წვრილი კურკარო აქ. თხელი კანი. ზღაპარი იყო. აქ მაგ ტვიქსი. ევამ თავისი ტვიქსი მომიტეხა. ნახევრად დამდენარი ნახეთ. მაგრამ ესეთი ძვირფასია რომ ყველასთვის ვიყიდა. აქციაში ყო ტვიქსი. დიდი ტვიქსი ვიყიდა ყველასთვის. ხოდა ჩემთვის დღევას ვიყიდა ერთი ჩხირი თუ სტიკი თუ რაც ქვია მე ერთი ევას. ხან თავის შეჭამა. იქიდან მომიტეხა მე. რა ჭამდა? თან ცოტა რომ ის მეორე ჩემი იყო. ხილევა მაგლია ტვიks. მიხდი ტვიქსი რატო არ მიყვარს. ბისკვიტი აქ თხილის გარ ნაცვალ. რა პატარა. მეორე წაკ. ბანახოთ რას წერთ.
ურეკში წადით ევა გაერთობა და თან სასარგებლოა მაგნიტური ქვიშა. ანუ ყველაზე ნაკლებად მიყვარს ურეკი იქიდან. ზღვის სანაპიროებიდან ჩახუთულობა ისეთი, რომ ეგ გაჩერება არ შემიძლია. არ ვიცი. არც ანუ ენერგეტიკა არც გარემო არც რაც მახსოვს ურეკიდან არც ეგ არაფერი არ მიყვარს. გაზგის ჩავეხლა. ანდრია რა კარგი ბიჭიაო. შორენა. მეგობრებო, ხდება ანდრიასაც თმები კარგი შვილების დედიკა. მადლობა ძირფასო. ხო, ძალიან ხდება ნამდვილად. ეს რა უნდა მეთქვა. გუშინ წავედით. მე დაიკა და დავტოვეთ ევა. რომ მოვედით. ისე დამხვდნენ და ძმები. ერთად თამაშობდნენ. წინ დავგან დაერბოდნენ. ხები ისეთ საყვარლები იყვნენ. გამივარდა და იმიანად შეჭრა. ნახე გაარჩია ყურა. მოდი. ხოდა ძალიან მიყვარენ. შორენა ძალიან კარგი გოგო ხარ ჭკვიანი და კარგი დახვეწილი ლოგიკით. ვაიმე ძალიან დიდი მადლობა ძირფასო. ლელო, ნინ მიყვარ ხარ. ლინგამ რა საყვარელი ხარ. ვიანექსე და გადავიდეს ცოტა ხნითო. უი, მაგას მოფიქრება ხომ უნდა. არ არის დარეგისტრირებული მანდა. აუ, აი რა კაი ასერია პოსტა ნახე. აუ. ხოლმე მქონდეს მანდაც დარეგისტრირებული, მანდაც ხომ უნდა იყო. აი ესეთ შემთხვევებისთვის. აი, პროფესიული ხედვა. სოდნე ადამიანის რა. ლელა, ყველაზე მეტად ბარგის ჩაგების მომენტი მეჯავრობა. ეხლა აქედან ახლიდან ჩაწყობა და წამოყება. ვაიმე. მე აქედან მიყვა, მე იზღება და ჩაწყობა, იმიტომ რომ რამე არ დამრჩეს. იქიდან უკვე ვიცი რა მაქვს წაღებული რა. ხო და აი აქედან ლელა, მეც ეგრე. მარიანა, აუ როგორ გამიხარდა თუ ჩემ ნასტავს გულისხმობთ. ძალიან. კი, ჩემო საყვარელო. თქვენს ნასტავს გულისხმობ სველი სალფეტკი გაზე. ვაიმე, რა კაი რამე ყოფილა. იმ სველი ტილოთი მე უფრო ეგლისებოდა და ვიტანჯებოდი ხოლმე. ეს რა კაი მასწავლეთ. სულ დაგლოცავთ ყოველ ჯერზე, მაგას როცა გამოვიყენებ. ნინი რა იწყში მიდიხარ ზღვაზე ოლიზი. აგერ 15-ში. ნაოცა ყავას ადუღებ ნინი და არ ხარ იქ ყვირი ნინი ყავას ხარელი ხარ ხო მეც ადრე ინას უდაკოვას რო უყურებდი დატოვე ხოლმე წავიდო და ეკლებზე ვიჯექი ხოლმე ან იტყოდა სამსახურში უნდა ვიყო 9-ზე და სახლიდან გადიოდა 10-ის ნახევარზე მე ვტერფიულობდი სულ ვიცი განცდა. და როგორ არის ნაჩკა, ამდენი ხანი არ მინახია. თამი, ნინი გთხოვ, თუ პრობლემა არ არის მომწერე ტუჩი ვისთან გაიკეთე. არა ძირფასო რა პრობლემაა. მანდაც დაგიწერ. აქაც გეტყვი რომ ტოტალ შარმში გავიკეთე. იქ რო არის. იუსტიციის სახლის წინ. თამუნა ეკიმთან თამარ ცინაძესთან საოცარი ხედი აქვს საოცარი გოგოა ძალიან მაგარი სპეციალისტია კარგი ექიმი ნინო მალე დაიწყო ჩემი საყვარელი რუბრიკა
მიყვარს და ჩხოროწყუს ვიდეოები. ანუ ზღვა და ჩხოროწყუ? მოგზაურობები, ამბები. ევიტოს ცოცხლე ხარ და სიყვარული. ნონა, მადლობა ძვირფასო. პაპი სიცოცხლე ხარ, ევი, მადლობა. თამუნა, ეს ის ელენია ხო შენთან რო იყვნენ ძველ სახლში ვიზიარებ მართლხებას ღმერთმა ნათელში ამყოფოს. მოიჭებოდი ისე შეჭავ. კი ძვირფასო იკარი. აგელენია. ნამდვილად. ძალიან კაი ადამიანი იყო და ძალიან შემეცოდა. წამოდი ნინი კარგი ამიდებია 3 დღე დავდივარ ზღვაზე შორემ. წამოვალ ძვირფასო ხა. იმედია ჩემი მოსვლისთვისაც კაი იქნება. ლელა, მე ერთხელ ისეთ დროს მივედი, კამერით იყო მისული ერთი გოგო და ყველაფერს იღებდა. უფროსი პირიქით ათვალიერებინოდა თამფასებს ეუნებდა ისე კარგად ელაპარაკებდა კამერიან გოგოს. პირიქით ალბათ სპეციალურად იღებდა, რომ დაედო ვიდეო და მოეწოდა ხალხი. მაღაზიისთვის ისე შოპ მარინეს მაღაზიაში მინახია ცალკე ხელსაწყოების სექცია. ხო, ეგ ალბათ ის ადამიანი იყო, ვისაც თანხას უხდიან პიარისთვის და იმიტომ არიან ეგეთები. ანუ ძალიან კაი აზრია რა. როცა არის ადამიანი, რომელსაც ყავს დიდი აუდიტორია, თანხალები, რომელიც ამ ყველაფერს ყიდულობთ და შენ გაქვს ბიზნესი, ძალიან კარგი აზრია. ასე ხალაბუბუ მაგალითად უცებ რატო გავარდა. იმიტომ რომ ვიღაცა ცნობილმა ხელში დაიჭირა. ხო და რეალურად რაც მეტს უგზავნიან ხოლმე და ამეთს ეპატიჟებიან, მით უფრო ეზრდება ცნობადობა და სულელები კი არ არიან. რეალურად ეს ორივესთვის კარგია. შესაბამისად თან იცოდნენ ვინ ვიყავი მე. მანანა, ევა საყვარელო პატარა. მანანა, ნინი, ასეთ უგრძნობს საერთოდ არ წახვიდეთ ღმერთო. ხო, აი პირველად მქონდა ეს განცდა წელს. შეიძლება არ ვიცი ძვირფასო ეს წინათ გრძნობა, ღმერთმა დამფაროს. წასვლამდე უნდა დავანთო ეს იერუსალიმიდან ჩამოტანილი სანთელი. ფატიმ რო ჩამოგვიტანა. თუ უბრალოდ ჩემი ტვინი ცდილობს სირთულე ამარიდოს, იმიტომ რომ რეალურად ძალიან დატვირთული ვარ. დილის 9-დან ღამის 12-მდე ვმუშაობ. შეიძლება ვიღაცას გონია, რომ ადვილია ადამიანების მოტივირება და თანგაყოლიება, მაგრამ არ არის ადვილი. ძალიან დიდ შინაგან ძალას მოითხოვს და ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია ამის გაკეთება და გაძლება, აწევა. მე შემიძლია, თუმცა ჩემთვის პირველია და რა თქმა უნდა, შემდეგ ჯერებს უფრო ისე გავაკეთებ. მარტივად. შესაბამისად ეს თქვენ ევა ბონიდა მიმატა, რომელიც არ ვიცი როგორ იმგზავრებს. იმიტომ რომ აქედან წერეთლამდე რომ მივდიოთ ტირის. ხოდა ნერვიულობ. პლუს სახლს ვერ შოულობდი. ესეთი ფასებია. ხოდა რავი. ვფიქრობდი, რომ საერთოდ არ წავიდე თქო. იმიტომ რომ ახლა ანუ ის ფული რაც მოგროვებული ქონდა მაგაზე ხომ მიდის და პლუს მთელი თვის ჩვენი საჭმლის ფული და პლუს კიდევ ვამატებ. ანუ
ნუ ჩამოვად მე პლუს 10 დღე ხო კიდე გვინდა ყვება. მე რეკიანო ჩამოვად კიდე ერთი დასვენება დაგჭირდება. და ასე მშვიდობაში ყავები პატარა საყვარლებას ნინი მადლობა ძვირფას ხო კიდე დღეს მინდა გუშინ საღამოს რაღაცაში ჩადგა ფეხი გუშინწი ხო და მეორე ის არ ქონდა კროქსები დაპატარავებული აქვს შარშანი ისე დაუპატარავდა ხალხო საერთოდ არც ერთხელ არ ჩაუცვია სულ ახლები მიწვია 30 ლარი მივეცი ხო და ოზამე მეორე მინდა ქონდეს ჩუსტივით რა ეგრო დაისვრება რომ ის ჩაიცვას ხო და დღეს მინდა რომ წავიყვანო მაგზალზე რამე უყიდო Somos menos lucky. Kaya. ახლა ლაქები ნახმარია ახალი უთხოვე მაგათ. არ არის ხა? კი, შედე. თუ გინდა გავაშრობ ზეზე რა ვიცი. შეატყმინი? გავერცხავი კაცი. აი ესენი იცი როგორ გაუვა? კი, მე ძირი გავრეს ხეთია ნახე რა თეთრი. ხო. და თქვენო. და ეს აქ ჭუჭები არის და აქ რო ხეხვა დაუწეს რო დაუწყე გაფუჭდა ეს ის ჭუჭება. მინდი. იცი როგორ შედე მაჩვენე? ეს ხა შეკრულებ ნახე. ერთხელ რო შევდე წინაზე უყურე ესენი ესე უნდა გქონდეს რომ მე ფუჭდება ესენი და აღარ ეკურება. აი შეკრული უნდა შევდოს. ხო, თორე რო სველდება და ისა მე გაუფუჭდა. აჰა. ხო, ხა ერთი გარეცხით ხო არ გაფუჭდება. ერთი გარეცხით აღარ ეკრებოდა. წინა. მაშინ არ გავრეცხოთ რა. არა, შეკრულზე არ ფუჭდება. მართლა? კი. თუ არ შეკრავ მაშინ. მარტო ამას გარეცხავ? ხო, ვა. ფეხსაცმელთან აბა არ შევაგდებ. ისინი გუში ავიყიდე, მანძო შევაგდე, შევა სულ დაიშალოს. შევიდე ხო? კაი ბიჭი ხარ ყოჩა. ეგამ გუშინძინ საღამოს ჩადგა ფეხი და მე იქამ თქვა ძირებს მე გაურეცხავო და შევედოთ საერთოდ მანქანაში და გუშინ დაავიწყდა. მეცე მაგასა საღამოს დასასვლელი ვიყარ. სქელს ხვაჩავად მე დიბავს ფეხზე. ფეხსაცმელს. დასასვლელი ვიყავით და ის ჩავაცი. წინადლის რა ქვია, პასანოჩკა. რომელიც პატარა აქ როგორ აქ პატარა იცი წინ თითები წინ მისდის რა და ეგეც ხელ გაეცხოვეთ აი შენ საიკერე ხო რაც მე თვითონ დაიწყეთ კი ძვირფას მეც ვიცავ ანუ მეც დავიცავად კალორიებს სანამ არ მივალ ჩემ ზონამდე მაგრამ ანუ პირველი 10-20 კილოს უფრო დაკლება უფრო ადვილია ვიდრე ბოლო 5-7 კილოს ხალხო ანუ რეალურად ეს წონა ხა მე რაც მაქვს ეს მაქვს უკვე იკაში რომელსაც 2017-ში გავიცანით ხო 16 მთავრდებოდა კაი 17 თქვა მთავრდებოდა 17 ხო 16 მთავრდებოდა გავიცანით 16 მთავრდებოდა 17 16 მთავრდებოდა ისა ხო მაგრამ ანუ მაშინ ვიყავი 52-53 კილო ეს რო გავიცანი და მე ჩვენ რო ერთად ვიყავით უკვე ვიყავი 57 რამდენი წელია ეს ერთად 7 ევა 5 წელია ევაზე რომ დავორსული 57 ვიყავი ხო და ესე იგი 5 წელია
57 კილო, ანუ იქამდე ვიყავი 57 კილო და მე ანუ ეს წონას მიეჩვია ჩემი ორგანიზმი, ხო ხდებით და ამის ქვემოთ ჩამოსვლა ეხლა ხდება ძალიან ნელა. ხო და ეხლა ვიყავი ასული. ზამთრის მერე 58-ზე 59-მდე. ანუ ერთხელ 59-იც დავინახე და მე აი 58-9 და ეგრე რა. მე არ ვიცავდი, მე ხან ვიცავდი ხან არა. ხო და მე გადავწყვიტე რომ всё, მეთქი და ახლა ჩამოსული ვარ 40 ახლა ციკლის დროს 57 ვარ და ციკლი რო გავა 56 და რაღაცა ვარ რა, წილეში. ხო. ხო და სულ ვიკლებ, ანუ მარათონამდეც ვიკლებდი, მე დავიწყე როდის? მაისის. ევას დაბადების დღის მერე დავიწყე. მაგრამ ივნისში ძალიან ისეთი თვე მქონდა, ესე იგი იკას დაბადების დღე, ლიას დაბადების დღე, თორნიკეს დაბადების დღე, ერთი შეხვედრა, თორნიკეს დაბადების დღის წინა დღესაც ვჭამე და კიდე ერთი დღე ვჭამე, ანუ 7 დღე მქონდა დარღვევა. 7 დღე როცა გაქვს დარღვევა თვეში, აქ შეიძლება რომ უდიდესი პლუსი იყოს და მე კიდე დავასრულე ეგ თვე -500 გრამით. რისთვისაც ძალიან მადლი ვარ ჩემი თავისთვის და სულ ვიცავდი ყველა დღეებში, სხვა დღეებში ამ 7 დღის გარდა. ხო, და ძალიან მადლიერი ვარ და მე ივლისი არის უკვე თვე ზღვაზე წასვლამდე, როცა არაფერი და ზღვაზეც მინდა რომ ჭკვიანად ვიყო. მინდა არა, გადაწყვეტილი მაქვს და შესაბამისად აუცილებლად მივალ სადაც გვინდა რომ მივიდეთ. ნება ჩვენია. ჯერ შემოქმედის და მე ჩვენი. ანუ ნება ჩვენია როცა ვიცახებ გულისხმობ ხა წონაზე და ეგ რაღაცები რა, ჩვენ წვეთ რეალურად მაგას. ჩვენ. ხო. ეგრე ლელუ მიყვარხარ, მეც მიყვარხარ ძიფას, ნინი როგორ ხარ საყვარელი და ყოჩაღო გოგო. კარგად შემოსაყვარელო, შენ როგორ ხარ? ნატო ნინი ახალ ფოტოზე თქვი, თორემ საერთოდ გავხარდქო, არ მიფიქრია მართლა, მადლობა ჩემო ძიფას, უბრალოდ არ მიყვარს ხოლმე როცა ვიღაც მადარებენ, იმიტომ რომ საერთოდ შედარებები არ მიყვარს ბავშვობიდან. თეონა ნინი მისაბაძი ადამიანი ხარ სწორი და მართალი თავის პლუს მინუსებით. მადლობა ჩემო საყვარელო. მიხარია რომ ესე მხედავ. ინგა ჩემო ძირფასო. ინგუნი ზოდიაქოთი რა ხარ ასტროლოგიური რუკა გაიკეთებია. კი სხვა შორის გამიკეთებია და ასტროლოგიური რუკით ვარ სხვა ვიღაცა. ისე ვარ ქალწული, მაგრამ ასტროლოგიური რუკით ვარ. ხისკა, თუ კურო, თუ რა არ მახსოვს. ორჯერ მაგაკეთებული და ორი ერთი რაღაცები ამომიყარა. ნათია, სალამი ძვირფასო, მიყვარხარ გისურვებ ულევ წარმატებას და სიხარულს მთელი გულით. შენ და შენთვის ძვირფას ადამიანთან ერთად. შენი წარმატებები, ულევი და სიხარული გადაფრქვეოდეს მათაც შენთვის საყვარელ ადამიანს. გაიხარე ძვირფასო, ყოველთვის სიამოვნებით გიყურებ ძვირფასო. მადლობა რომ არსებ კოტნი. ნათია ჩაფიძე. მადლობა ჩემო საყვარელ და ძვირფასო ნათია, ძალიან დიდი მადლობა. ესეთი სიტყვები მე მაფრთიანებს. ფიქრია, გული ეგრეთ თუ გიგრძნობს, მოიცადეს ჯობს, უმიზეზოდ არაფერი ხდება. იქნება არ წასვლას ჯობია ამ ეტაპზე. აი, იცი რა არის, მეც ვფიქრობ ხოლმე მაგას, მაგრამ საქმე იმაში, აქ გადმოსვლაზეც არ მინდოდა მე, მაგრამ ნახე რა კარგი იყო, ხო და ვფიქრობ, რომ უბრალოდ მეძნელება და ჩემი ტვინი მიტრაკეს საქმეს რა, რომ ვეგდო და ჭაობში ჩავლპე. მაგრამ no, la polizia. შორენა, საყვარელი ევიტო, საიდან იცის ესე კარგად ინგლისური სიტყვები. ეგ სივლისი, ნინი ეგსაც სწორი სად შეიძინე. საზარეულოსი? ეს გორგიაში. ნატო ნინი მეც მოგეჩვიე ჩემი შვილიშვილიც, როცა წელს მთხოვს უარს ვეუბნები და მეუბნება შენ ნინის უნდა უყურო, ვაიმე რა საყვარელია ძირფასო, რა საყვარლები ხართ. ეგარ მიხარია, აი ეს მოჩვევა მიყვარს, რაღაც აი რო გიყვარს ადამიანი, რო გინდა რომ უყურო და რაღაც აი ძალიან მიყვარს ეს შეგრძნება. ლიზი ნინი ძალიან მიყვარხარ შენი მხიარული ვიდეოების ყურება მიყვარს. მიყვარხარ
მადლობა ჩემო საყვარელო ლელა, ნინი, ევა მიყვარხარ ძალიან ძალიან გეფრები და კოცნი ჩემო ლამაზებო. მადლობა. გვანცა ნინი ჩემო თბილო მიყვარხარ. მადლობა საყვარელო. ბაბი დილამშვიდობისა ნინი ისე შეგეჩვია დედი რომ არ გიყურო ყოველდღე არ შემიძლია დამცინიან შვილიშვილები. მადლობა ჩემო ძვირფასო. დიდი მადლობა. ციცი დილამშვიდობისა ჩემო ლამაზო და პოზიტიურ გოგო როგორ მიყვარს და მომწონს შენი აივნის ხედი ულამაზესია და ყავის დალება მან ერთად რამე თუ ღირს. ნამდვილად ძალიან მეც ძალიან მიყვარს უბრალოდ ისეთი მზია ხოლმე დილას რომ აი აქ ვჩდები. მარიამ ნინი ლამაზო მე ძალიან მიყვარს ზღვაზე ზაფხული როგორ მიხარია რომ მიდიხარ ზღვაზე ძალიან მიყვარხარ. მადლობა ძვირფასო. ირმა ბედნიერი დღე საყვარელო. მადლობა ჩემო უსაყვარლესო. ისევ ირმა წინათ გრძნობა იყო იქ ჩემო საყვარელო ზღვაზე წასვლა რაღაც არ მინდაო რომს თქვი მთავარია ჯანმრთელობა და ღმერთისნებით ყველაფერი დალაგდება. იკა შენ დაბლოკვადე თქვა. უი იკა იცი რა თქვა ეს ნახე რა ჭკვიანური აზრია პროსტა რა. მაგ მასეთი შემთხვევებისთვის შენ რო დაგბლოკეს და ეხლა რო გჭირდებოდა უნდა კონდესო Yandex-ით და იმ დღეებში Yandex-ე იმუშავებსო და ეს დღები არ გაგუფუჭდებოდა. Yandex-ს უნდა დავრეგისტრირდეთ. ხო, მაგრამ ეხა ხო გამოგვადგებოდა. რეალურად არალი ვნახე სერიოზული მე. ანუ იქ საჭმელი და რაღაცეებში. ბენზინის ფულზეც არ ყოფნის. ხო და. ანუ იმინა. რო იყვენ დარწყმა იყო ნიჟე პოესაი. ეგ ამბავი ახლა. ხო და ის რო ყოფილიყო იმაზე იმუშავებდი ის რამდენიმე დღე და всё. ყოველ შემთხვევაში უნდა გქონდეს ეგ. პროფესიული ხრიკი. ნინი ადრე ვერ ვკითხულობ ნიკს, ამიტომ ერთი love nan ესე წერია. ნინი ადრე გიყურებდი YouTube-ზე, ახლა TikTok-ზე აღმოგაჩინე და იქ გიყურებდი. მეგონა YouTube-ზე აღარ დებდი ვიდეოებს. ახლა აქ რომ გნახე ძალიან გამიხარა ძალიან საყვარელი და კარგი ხარ. მადლობა ჩემო ძვირფასო. ლელა ნინი ისე სახში კონდიციონერის დაყენება არ გიფიქრია, ძალიან კომფორტულად იქნება მთელი ზაფხული. ძვირფასო როგორ არ მიფიქრია, მაგრამ არ არის. თორე ბევრ რამეზე მიფიქრია სიამოვნებით, ანუ ჯერ მაქსივარი მაქვს საყიდელი დიდი, იმიტომ რომ ნახევარი პროდუქტები ქუჩაში მიიწვია, აი პირდაპირ ნიშნობით აივანზე დევს. მე ჭურჭლის არასე მანქანა გვჭირდა, იმიტომ რომ ერთი კაცი მთელი დღე უნდა იდგეს და რეცხოს და მე ვიფიქრებ უკვე კონდიციონერზე. ასე რომ ასე ძვირფასებო ეს იყო ბოლო კომენტარი. ვისაც გინდათ ფინანსური მხარდაჭერა დონაციისთვის ლინკი იქნება, ლინკი არა, პირადი მონაცემები მითითებული იქნება აღწერაში. ძალიან გამიხარდება. ვისაც რა თქმა უნდა სურვილი გაქვთ. ხომ. გამოიწერეთ არხი, უყურეთ ვიდეოს. დაალაიქეთ აუცილებლად ვინც უყურებთ, იმიტომ რომ ვამჩნევ რომ ბევრს ავიწყდება ხოლმე დაალაიქება, არა და ეგეც ძალიან ძვირფასი, ანუ შეიძლება არ გქონდეს იმდენი საშუალება რომ ადამიანს ფინანსურად დაეხმარო, მაგრამ აი ლაიქი ხო ფასი არ ღირს არა? კომენტარიც ფასი არ ღირს და ეგენი ჩემს ვიდეოს ეხმარება, რომ უფრო მეტმა სხვა ადამიანმა ნახოს. და მე მეხმარება. ამიტომ თუ მიყურებ და ჩემთვის კარგი გინდა, შეგიძლია ისე გაკეთო, როგორც შეგიძლია. ანუ ლაიქი, კომენტარი, თუ სურვილი გაქვს დონაცია, ძალიან გამიხარდება. მithuentes ეხლა. ხომ, ასე. მიყვარხართ კოცნით, კარგი დღეს გისურვებთ და დღეს კიდევ იქნება ბევრი ვიდეო. რა თქმა უნდა. ეხლა უნდა გადმოვყაროთ ჩემი კუპალნიკები და ვნახო რა კუპალნიკი მაქვს, რა ზომა არის არ არის და საერთოდ ყველაფერი. მე უნდა წავიდე ვაგზალზე, არა ჯერ ვაგზალზე ჯობია წასვლა, იმიტომ მე ძალიან დაცხება. ევიტუნას ფეხსაცმლის საყიდლად ჩუსტის. ხო. ეგრე ჯობია. გაგაცით.